აღდგომის კუნძულის შესახებ არაერთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ეს ისტორიული კუნძული თავისი არქიტექტურით, ბევრი ფანტასტიკური მოთხრობისა თუ ფილმის ინსპირაციაც გამხდარა. კოდის ამ ეპიზოდში ვეცდები ლეგენდებისა თუ ისტორიული ნაშთების მეცნიერული თუ ჰიპოთეტური დასკვნების ჯაჭვში. ნამდვილი სურათი დავინახოთ. რაპა ნუის საზოგადოება და მათი გაქრობის სავარაუდო მიზეზები. აღდგომის კუნძული მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია ქვის უზარმაზარი ქანდაკებებით. ჩილეს სანაპიროდან 3700 კილომეტრის მოშორებით, წყნარ ოკეანეში მდებარე ეს კუნძული საუკუნეებია საიდუმლოებებითაა მოცული. მიჩნეულია, რომ ერთ დროს მის ნაპირებს პოლინეზიელი მეზღვაურები მიადგნენ. გააშენეს დასახლება, ააგეს გიგანტური ქანდაკებები. შემდეგ კი საკუთარი საზოგადოება თავადვე გაანადგურეს, შიდა ბრძოლებისა და ბუნებრივი რესურსების უყაირათოდ მოხმარების გამო. აღდგომის კუნძულის ეს ამბავი იმდენჯერ გვესმის, რომ ფაქტადაც კი მიიჩნევა. თუმცა, ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა რაპა ნუის ხალხს სულ ყვილად ვადანაშაულებთ თვითგანადგურებაში. პროექტის პარტნიორია საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი. თქვენი საიმედო პარტნიორი მსოფლიო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე. ახალი კვლევის მიხედვით აღდგომის კუნძულის მცხოვრებნი სახელგანთქმული ქანდაკებებისათვის პლატფორმებს სულ მცირე 1750 წლამდე აგებდნენ, ანუ ევროპელების გამოჩენის შემდეგაც კი. აქამდე კი მიიჩნეოდა, რომ ამ საზოგადოების კოლაფსი დაახლოებით 1600 წელს მოხდა. ქვის დიდი სკულპტურების მშენებლობისას გამოყენებული ხელსაწყოების ქიმიური ანალიზის შემდეგ არქეოლოგებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოება გაცილებით დახვეწილი და მაღალ საფეხურზე მდგომი უნდა ყოფილიყო, სადაც ხალხი ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდა და თანამშრომლობდა. აღდგომის კუნძულზე სულ მცირე სამი სხვადასხვა წყაროა, საიდანაც რაპა ნუის ხალხს ქვის იარაღებისათვის ნედლეული მიჰქონდა. ბაზალტის საბადოები დაახლოებით 2 საფეხბურთო მოედნის ზომისაა. განსხვავებული საბადოები, მათი ნედლეულით დამზადებული ხელსაწყოები და სხვადასხვა გეოლოგიურ ადგილებს შორის მოძრაობა ნათელს ფენს პრეისტორიულ რაპა ნუის საზოგადოებას. ქვის იარაღების დეტალური ქიმიური ანალიზების შემდეგ მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული იყო მაღალი დონის ურთიერთთანამშრომლობა. ორეგონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის რობერტ დი ნაპოლის განცხადებით, ზოგადი შეხედულებების მიხედვით ევროპელებს კუნძულზე დახვდათ კოლაფსირებული საზოგადოება. თუმცა მათი დასკვნის მიხედვით კუნძულზე უცხოელების გამოჩენის დროს ადგილობრივი საზოგადოება მონუმენტების მშენებლობას კვლავ აქტიურად მისდევდა. კუნძულის 150 პლატფორმიდან 11-ის რადიონახშირბადულმა დათარიღებამ პირდაპირ ეჭქვეშ დააყენა კოლაფსის ამბის ტრადიციული კომპონენტები. მიჩნეულია, რომ პოლინეზიელებმა აღდგომის კუნძულის კოლონიზება პირველად მე-12 საუკუნესა და მე-13 საუკუნის დასაწყისში მოახდინეს. ახალი აღმოჩენების მიხედვით ქვის მონუმენტების მშენებლობა 50 წლის შემდეგ დაიწყეს. კარგი ქრონოლოგიური მონაცემების მქონე რამდენიმე მონუმენტზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მე-14 საუკუნის ნახევრიდან მე-15 საუკუნის ჩათვლით მშენებლობის სწრაფი პერიოდი იდგა, რასაც მშენებლობის შედარებით ნელი პერიოდი მოყვა, რომელმაც მე-18 საუკუნის ნახევრამდე გასტანა. უფრო მეტიც, როგორც ერთ-ერთი ქვის პლატფორმის ანალიზები მეტყველებს, ის სავარაუდოდ 1825 წელს არის აგებული, ანუ კუნძულის კოლონიზაციიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღდგომის კუნძულის შესახებ ძირითადი ნარატივი მართალია,
ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების კოლაფსის შემდეგ ადგილობრივები მაინც პოულობდნენ დროს და ენერგიას ამ საკმაოდ რთული მშენებლობისათვის, რომელიც უზარმაზარი ოდენობის რესურსს მოითხოვდა. კუნძულელები თავიანთ განსაცვიფრებელი მონუმენტების მშენებლობას ევროპელებთან გამონადგურებელი კონტაქტის შემდეგაც კი აგრძელებდნენ. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ისტორიული ჩანაწერებიც. 1722 წელს კუნძულს პირველად ჰოლანდიელი მეზღვაურები მიადგნენ. როგორც ისინი წერენ, ხედავდნენ, როგორ ატარებდნენ ადგილობრივები რიტუალებს ქვის უზარმაზარი ქანდაკებების წინ. მსგავს ფაქტს შეესწრნენ 1770 წელს ესპანელი მოგზაურებიც. მაგრამ სადღაც 4 წლის შემდეგ, როცა აღდგომის კუნძულის ნაპირებს ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმს კუკი მიადგა, მან და მისმა ეკიპაჟმა გადაყირავებული ქანდაკებები იხილა. დღეისათვის რაპანუის საზოგადოების კოლაფსის ზუსტი მიზეზი ცხარე დებატებისაგანია, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი დათმობაზე წავიდა და აღიარებს, რომ ამ საქმეში დიდი როლი შეიძლება ევროპელებმა ითამაშეს, ანდაც სულ მცირე პასუხისმგებელნი იყვნენ ამ პროცესის დასრულებაზე. როდესაც კუნძულზე უკვე გამქრალი იყო პალმის ხეები, შემცირებული იყო საარსებო რესურსები, მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები. ევროპელთა გამოჩენა შესაძლოა ბოლო წვეთი ყოფილიყო. როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევა მიუთითებს, რაპანუის ტყეების შესაძლოა იმაზე სწრაფად მოისპო, ვიდრე მიგვაჩნდა. იმდენად სწრაფად, რომ მხოლოდ ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ და შეიძლება ამის მიზეზი კუნძულზე შეჭრილი ფირთხები გახდნენ. და რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სხვა ადამიანებიც. წყნარი ოკეანის მიყრუებულ ნაწილში მდებარე აღდგომის კუნძული მაინც არ იყო დაწყეული სხვა ხალხის შეჭრისგან. 1800-იან წლებში სამხრეთ ამერიკიდან შეჭრილმა რაზმებმა კუნძულის ადგილობრივების ნახევარზე მეტი მონება წაიყვანეს. დაავადებების, ნგრევისა და იძულებითი მიგრაციის გამო 1877 წლისთვის კუნძულზე მხოლოდ 111 ადგილობრივი იყო დარჩენილი. მას შემდეგ, რაც კუნძულზე ევროპელები გამოჩნდნენ, აღწერილია მრავალი ტრაგიკული მოვლენა, რომლებიც გამოწვეული იყო დაავადებებით, მკვლელობებით, მონათმფლობელთა რეიდებითა და სხვა კონფლიქტებით. ყველა ეს მოვლენა კუნძულელებს გარედან დაატყდათ თავს და ეჭვგარეშია გამანადგურებელი შედეგებიც მოიტანა. მოკლედ რომ ვთქვათ, აღდგომის კუნძულის მოსახლეობა შესაძლოა სულაც არ არის დამნაშავე საკუთარი თავის განადგურებაში და სხვა მრავალი ადგილობრივი ხალხის მსგავსად ისინიც თეთრკანიანი ახალ მოსახლეებისა და მოგზაურების მსხვერპლი გახდნენ. ისტორიულ თუ ფიზიკურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბრისტოლის უნივერსიტეტის არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოების კოლაფსი არა საიდუმლო, არამედ უბრალოდ არასწორი წარმოდგენაა. ისინიც ღრმად იზიარებენ მოსაზრებას, რომ რაპანუის ხალხს საკუთარი თავი არ გაუნადგურებია და ეს საზოგადოება სხვების მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოება მოგვიანებით კოლონისტებმა დაიმონეს, რაპანუის კულტურა მაინც გადარჩა, მაგრამ აღდგომის კუნძულის საზოგადოების სხვა არაერთი საიდუმლოს გამოსააშკარავებლად საჭიროა დამატებითი, უფრო კომპლექსური კვლევები.